ეს რა არის დო? ძალიან დიდ თოვლებში ვიარეთ. რამდენი არიან ხო რა? ძალიან გემრიელი. ისა გუზგუზე, მაგრამ რაღაცა ჩალიჩოს იმენა მე დაკახ. იმედი არ გადაიწება ტრეილერი, ცოტა ესე მოვწიოთ. მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან დიდ თოვლებში ვიარე, ძალიან დიდ თოვლებშიც არა, მაგრამ თოვლებში ვიარე რა, გუშინ თოვლებში ვიარე და დავადელივერე დღეს ტვირთი, თოვლის ვიდეოს ჩავსავ, ტელეფონით გადავიღე, კამერით ვეღარ გადავიღე, იმიტომ რომ კამერა უკვე მქონდა გადატანილი და ვეღარ გავაჩერე რა, მაგიტომ პიკაპზე მოვედი ახლა დღეს 2 საათზე და ახლა არის 8 საათი, 6 საათია მტვირთავენ და არ ვიცი რა მტვირთავენ ესეც რა. სასიარულო მაქვს 1100 მილი, 1111 მილი მაქვს ზუსტად სასიარულო და დღეს ვივლი 1 250 მილს და ხვალ კიდე დანარჩენს რა. ხვალაც ძალიან ცუდა მიჩვენებს კოლორადოში და იმედია რომ ჩავასწრებ თან ძალიან დიდი თოვლი არ იქნება რა. მე მაგედან მივდივარ აიდაჰოში და აიდაჰოში თოვლს აჩვენებს და გადარჩებით და ყველაფერი კარგად იქნება. წესით ჯაჭვები გვაქვს, საჭმელი არ გვაქვს, თილის მერე საჭმელი არ მიჭამია, მაგრამ მშია და რავი ხვალ თუ გავაჩერებ სადმე საჭმელს ვიყიდი რამე სტეიქს ან რაღაცა ეგეთებს ვიყიდი რომ ღმერთ მარქნას და კიდე ესეთ სიტუაციაში გავიჩიტო თან ახლა მაგარი თოვლები არის. გზა რო ჩაიკეტოს რამე საჭმელი მქონდეს რა. ჩეკი ამითო კიდე მანქანაზე სენსორებს მინთებს რა. რომ გასაწმენდიაო სენსორებიო და მარჯვენა ყენია კიდე სენსორი ის ვერ აღიქოვს ხაზიდან ხაზში რო გადადიხარ რა. და ეგ უნდა ის ქნა რა ქვია. გავაკეთო იდეაში არაფერი გაკეთება არ უნდა. ან კაი ამინდოდა რომ გალღვეს, ან კიდე გაირეცხოს რა. რომ გავრეცხო ქვევიდანაც წყალში ვასქვევინებ მანქანაზე და გაიწმინდება და მოიხადება რა. წავედი მოკლედ ახლა საწავედი ჯერ ვერ წავედი, მაგრამ შემოგიერთებით ხვალი და რა. იმედია მალე დამტვირთავებიდან გამიშვებენ, მაგრამ მშია. აქამდე რომ ცოდნოდა რომ ნუ ხანი ვიქნებოდი ან დავიზინებდი, ან კიდე საჭმელს გამოვიძახებდი რა. წავედი მოკლედ და შემოგიერთებით. ჯერ არაფერია, ეს უბრალოდ ნისლია. ეს მესამე მანქანა. აუ, რამდენი არიან ხო რა? 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ხო არ ხატავ, ეს რა არის დო? ეს რაია? სათოლოვია მე ეგრეზე ვიყო გამახსენე. აკას კიდე 1 2 3 4 5 6 7 9 იქითკი ნახიჩი. აკე ეს ფლატბედ ამერია მე ნამდვილია 30-ე. არ კეთკინე 2 არ, კეთკინე ბოქშროქი არ. 2 პატარა მანქანა და 2 ტრეილერი. გზა გაწმენდილია, გაკრიალებულია. მოგესალმებით კიდევ დაგიბრუნდით მეორე დღიდან. ჩამოვედი ვიარეთ, აქეთკენ ცოტა თოვლი არის, მაგრამ გზებზე არიდო და შევჭამე ახლა ბრეიქი გავაკეთე. და მანქანა უნდა გავრეცხო რო ის რასაც მინთებს სენსორები, ეგენიც ჩავაქრო რა. ეშუშა გამიტყდა. იმედია ჩანს აი აქამდე აქვს. იმედია ძალიან არ გაიტანს სანამ სახში ჩავალ რა. მოკლედ ის უნდა ვქნა ახლა გავარეცხო მანქანა, ქვევიდანაც გავარეცხინებ და დავაშვები მერე ვივლი 7 საათის სასიარულო გადამჭა. 9 საათზე მიწერს ახლა ჩასვლას, ალბათ აქედან რო გავალათ ის 9:30-ზე დამიწერს. საწყავი უნდა ჩავასხა, ვოლმარტში უნდა გავჩერდე და მოაიწევა დრო რა. წავედი მოკლედ და შემოგიერთდებით რა. და ძალიან მაგარი მარილიანი ჩაქრობილი ვყავდა და
თარისე გარეთ ხესხვევით და ჩაქრა ესენც ნატურები აღარ დაიტოვა რა. ეხა გავალ გზაზე და გზაზე თუ არა ან თუ ოკეი არის და დიდი ალბათობით აღარ აანთებს გზაზე რა. ეხა მალე მორჩებიან და გავალ რა. კიდევ ხო. გავალ ეხა შუშებს გავწმინდავ გარედან და დავაშვები წავალ რა. ბაგაჟკების დაშავება მაგრად მეზარება და ძალიან ისეთი ამინდია რომ აზრი არ აქვს. წავედი მოკლედ გავედი გამიღეს გარეთ. ეგ არის გაირეს ხა და იმას ბევრად ჯობია რაცია. ეს მაგ დაკარგული. აი ეს მაგ დაკარგული. არა ოკეი არა ვშვის. ესე უნდა იკეთოს ხუფი ვიცავთ რა. წავედი მოკლედ რაცია ხედები გამიხსნა და გავაკეთებ სიარულს. მოკლედ შემოვედი Walmart-ში, სტეიკი ვიყიდე. შავი დღისთვის საყინულში მეკდება რა ვეროცა რაღაცა იქნება. გავაკეთებ მაინც რა. და იდეაში საყინულს შემოვედი არის ეს გამათბობელი. და ეს გამათბობელი ამ ცუდამიდებში და ყინვაში ტრაილერში რატო დამჭირდება? გაიგებთ ხვალ არა და ზეგ. პარასკევს რო ავიღებ ტვირს გაიგებთ. ეს ავიღეთ ეხა გაზის ბალონიც გვინდა, მაგრამ გაზის ბალონს ალბათ დიდი ალბათობით ხვალ ვიყიდი, სადმე ჩრახტობია რა. პატარა ნისლივით არის. ესე კამერაში უფრო კარგად ჩანს, ყველაფერი ვიდრე თვალით. მაგრამ ცივა ძალიან. პირველ დელივერზე ვიყავ, პირველ ტვირთი დავადელივერე უკვე. ეხა მეორე ტვირთზე ვარ. ეს მეორე ტვირთიც, ანუ იდეაში ერთი ტვირთი მაქვს, მაგრამ 5 დელივერი მაქვს რა. ერთი დავადელივერე, მეორეს ახლა ვადელივერებ. ამას რო დავადელივერებ, მე მესამე უნდა დავადელივეროთ 11 მილში და მე მივდივარ 750 მილი ბოისეში და იქ უნდა დავადელივერო რა. და ამდენ რაღაცნაირად ძალიან ბევრი დელივერები მაქვს. იქიდანაც ძალიან ხადაობა რაღაცები უნდა ვიჩალიჩო რა და მე და ჩემი დისპეჩერი რაღაცებს მაგრად ვწვალოთ და იმენა ორივე მაგრად ვშრომოთ რა და თავარი ის არა ცოტა გვიფასდება რა. ცოტა რა კარგად. პროსტა ის არის რომ პირველ ვერჰაუსშიც ვიყავ, სულ ყინული იყო. აი გეგონება გზა იყო, მაგრამ სულ გაყინული იყო რა. და ეხა სადაც მოვედი, აქაც ყინული არის. თოვლი არის და ყინული არის. და სადაც რომელი ვერჰაუსში ჩამოვედი გინდა მოცვრების საწინააღმდეგო და ხიდები მაინც დამჭირდა რა. რა გავუჭირდა. ძიმე რო არის წონა დაღმართიან ოდნავ აღმართზე რო გააჩერებ უჩეს მე რა ამ ყინულზე დაწვა რა თან კიდე საბურავი მიყენია აღარ მახსოვს მიშენ ბრისტაუნები მიყენია რა კაი საბურავებია ეს ბრისტაუნები მაგრამ ცოტა ისეთი თემაა რომ ერთი 60%-ზე იქნება ალბათ რა 60% იქნება დარჩენილი 50-ი და ცოტა უჭირს რა. არა, ოკეი, აი რა მთავარია წონაში ვარ და გზაზე როცა მივდივარ კარგად. კარგად გგევა რა. მე სუკა ყინულია. სუკა ყინულია. იქიდან საიდანაც საუდი ხა აი დახოში, იქიდან კაი ამიდები არის. მოკლედ მოვედი, დავაყენე მანქანა. ამდენი პადონები ალაგია ამ სიმაღლეს. აქაც ეს. ის ორი ტვირთი დავადელივერე და პიკაპზე წამოვედი და ხახვი უნდა დავიდე და წავიდე ხა. და იმედია შემიშოვენ ჩოლები ვარ და გადამაგებინდნენ რა. დოკი არ აქვს და ესეთ დოკზე მიმაყენებინეს რა. მოძრავი დოკი არის ეს. ხშირად არ იჩიტება, მაგრამ ხანდახან არის ხომ ესეთი ადგილებიც. ხახვი ნახე რამდენი ხახვი აქვს. ხახვით არის გატენილი აქ ორო. ხახვი არაა ხახვი.
ლეწი. ის გაზი და რაღაცეები რითუსაც ვიყიდე იმედი არ დამჭირდება, მაგრამ თუ დამჭირდება მაგასაც განახდა დიდი ალბათობით დამჭირდება, იმიტომ რომ აი იმში მაგარის თოვლი არის და მაგარის უკანონია და ისევ თოვლის არის მინუს გრადუსები უჭერდა რა. მოკლედ გარეთ მაგრად ციოდა და ჩავჯექი მანქანაში დახმარებაც არ ჭირდებოდათ არაფერი და გამახსნა თან 1-2 დღის წინ ნახე პოსტი შემხვდა ბოისეში აქვს ქართული სამზარეულო. რესტორანი არ არის, შიგნით ვერ დაჯდები რა, მაგრამ ბოისეში სადაც გინდა ჭრაქტავზე მოვლენ და მოგიტანენ რა საჭმელებს რა, ქართული საჭმელები აქვს, რაც გინდაო, სულ გულო იხარეო და მაგრამ მაინტერესებს მთლიან ამერიკაში გზაზე სადაც დავდივარ, არსად არაფერი არ ხდება, ქართული სამზარეულო არ არის რა. ლას-ვეგას და ლოს-ანჯელესს თუ არ ჩავთვლით და იქაც მოტანის და რაღაცა არ აქვს რა. დორდაში თუ გამოიძახებ და მაგრამ მაინტერესებს ახლა საათი და 20 წუთის გზა მაქვს ბოისემდე და აქედან რომ გავალ დაურეკავ და იმედია მალე გამზადდება და შევჭამ თან მაგრად მშია რომელი საათი არის 2 საათი არის და მაგრად მშია და შევჭამ საწოლს ჩავასხავ და დავაშვები და წავალ რა მოკლედ დროებით და შემოგერთებით გზიდან აი იმენა მაგრად უყოდები რა საჭმელი მჭამია ჯერ ეხლა მომიტანე საქმილაგია ყველაფერი მაგრამ ეხლა აქ ვერ გავჩერდებოდი და უნდა ჩავიდე TA-ზე და აი სუდად ვარ ისეთი სუნები არის ხინკლის სუნია 15 წუთში მივალ და შევჭამ მაგრამ მშია გავსინჯა ყველაფერს კაი წიწილა არის კაი ხინკალი არის ხაჭაპური არის ლუპიო არის შეიძლება აქ შოლდერზე გავაჩერო ისეთი სუნი ცოტა პანჯარა ჩაუვიდე წავედი მოკლედ შემოგიერთებით გაშლილი სუფრიდან ამოვალაგე სუფრა გავშალე უცბად და წავიდა კოკაკოლა გვაქვს აქ რეგულარია არ ვიცი ამას ნახავ და მანამდე ხინკალი მოწვა წერანი მინე გემრიელად მეთქი დავჯდები მეთქი და შევჭამ თქვა ძალიან გემრიელად თქვა და თითი გავიჭერი მაგრად ჭის როგორი გემო აქვს როგორი გემო აქვს არა როგორი ვიდი აქვს ვიდი აქვს აი რესტორანში გაკეთებული ხინკლის ვიდი აქვს რა მაგრამ წვენი და სუნელები ისეთი შენელებულია აი სახში რომ ჭამდი ხოლმე ჭამ ხოლმე ეგეთი გემო აქვს ხინკალი შეინახა ეხა უეჭველი ხინკალო მაგრად გაასწორა მაგრამ მარტო ხინკას ხო არ შევჭამთ. აი აქ უეჭველი ხაჭაპური არის, ხო? აი ამე. მარტო ხინკალი ხო არა, ბრატ. სტრაილერის ხოლმე დაჭირდება ეს რეზინა. ფული შესაძლებლად. წიწილა ხო არ ხატავს სად არის ჩემი ტელეფონი? გატყემალის და რაღაცეები თუ არის სავალ გითხარი. ოპა. წისელი ტყემალია. პური არის. ერთი პური უთხარი და სამი პური არის. აუ ისეთ კაი ვიძი არის ყველაფერი რა. ვიძი დავიწყო არის. დაწყები დავიწყე გავაგზელო. საჭმელების იმედე ხო არ დავიდე ვაფშე. განხილვას.
ეს ლობიო. ლობიო. დაჟაკაც მწნილიც არის. Nice. და პური არის მინაშავთი 7-ზე არის რა. ეგ არის. ჩვენ ხელი შენ არ იგავს იჭოთ. ora ძიძილა გაიჩიცაჩი. ჩემი ვიდეო თუ შეხვდებათ ეს ყველაფერი ვის გააკეთეთ წემაი გავამატანეთ ხომი ამის მერე 1-2 ლიტრა ძალიან მაგრად გაასწორა იასნე ხამასულას გადავყებ ბიჭებს ჩავუყდებ ცოტა წავიბლატავებ მაგარია ძალიან და რაც ყველაზე მაგრად გამიკვირა პულს აქვს მაგარი რემო No, ყველაზე მეტად რაც გამიყრა. აი ეს ციცი არის. გადახსნილი მაქვს შუაზე. მაგად მევასება დაპროცილი რო არის ხომ? ხათამი. ბოზა შემწარი 7 რო იქ არ მევასება. ყველაზე მაგად მევასება საჭმის ჭამა ხელით. просто ესეთი არაა რა. მაღაზიაში ნახის вообще არ გავს. მაგრამ სად გააძრეს? წემალი ეგ არის თემა. თვითონ წემლის ხე ამერიკაში. ხაჯაპურია ძალიან მაგარი და ძალიან გემრიელი. ყველაფერი მაგარი გემრიელია ზოგადად. საღოლ გითხარით მე. და 10 ხინკალში. ამ ქათამში ლობიოში ხაჭაპურში გადავიხადე $75 და ტყემალში და არის 3 დღის საჭმელი აუ ჩემთვის 3 დღის არის ეს ლობიო იასნაგირება შეინახა იმიტომ ლობიო მაგრად მევასება მეორე და მესამე დღეს გაკეთებული პური მაქვს აკაიფთი გაასწორა მაგრად და რომელსაც მე დავწერ ანაკეთ კი ნამოვანათე და დაურეკეთ წავედი მოკლედ ახლა გემრიელად შევჭამ მე ვიდეოს გავთიშავ და კაი გემრიელად ჩაუჯდები მადლობა დიდი ყურებისთვის წამში წავედი ებაუთში უნდა შევიდეს და იქიდან იზრდება სახელი. დიდი ალბათობით იყო მაგარი ყინვები აქ და ლექაიზე ჩავარდნენ ესენი. ერთი ტრაილერი აქ ჩავარნილი არის. მეორე ტრაილერის კიდე აქეთკენ არის ჩავარნილი. მამას იდიაში დიდი არაფერი არ აჭერს. მოიყვანინ და ეგ არის რა. ლექაისი არის. ქარი არის. თოვლი გადმოაქვს გზაზე. ეს გადაყირავებულია და ესენი ცუდად დადიან. შევოლეხა დავწევით და ვიცი გემრიელი. გაწმენდილია მარილი დაყრილია სისუფთავი არის მოკლედ მეღირსა და გავაჩერე და ძალიან მაგარი თოვლი არის გზების გაყინული არის გზები იყო აი ესე როგორც პოპულარი რა და პარკინგი ვერსად ვერ ნახე და 1 საათია დავბივა რაკეთით და ძლივს აქეთკენ შემოვედი და ეხლა გავაჩერე რა. შვენიერი არის
ტრაილერზე ადგილი მაქვს რომ უკან ჩამოვწიო. უბრალოდ ეხა იმიტომ ჩამოვედი რომ ის გაზი რატომაც ვიყიდე ამ მომენტისთვის ჭირდებოდა რა. უეჭველი ჩავთო ხოლე გამეყინება და ეს გაზი რა ვეღაით რო ჩავთო ეხა. ესა ოგუზგუზე და ცოტა თავით წამოვაწევინე, გაიქნება, მაგრამ დიდი ალბათობით თავს ვერ წამოვაწევინებ. просто ეს დაბაზე უნდა ჩავთოთ. ეს დათვება რა. წითი ყოფა მოკლედ დათვობა რა. მაგარ რაღაცა ჩალიჩოს იმენო მე დაკახ. საგულ გითხარ. ხო რა, ყველაზე კარგად ეგრე იქნება რა. იმედია არ გადაიწება ტრაილერი, ცოტა ესე მოვწიოთ. ეგ არის, სულ რაღაც ალბათ ეგრე 6 საათი უნდა გვეძინოს. და 6 საათში გამოხედა და შევხედავ რა ხდება შიგნით. რა სიტუაცია იქნება რა. დავედი მოკლედ ახლა უკან მოვწევ ტრაილერს 1-2-3 მეტრა და აქეთკინაც ესე რომ გამოვიდა რომ ჩაასხავენ, აქეთკინაც კარგად გაეტევიან რა. თოვლი ის გაიყარაკდი. წავედი მოკლედ ახლა და დავწევი დავიზინე რა. გავიღვიძე იმენა როგორც იქნა ძლივს. მაგრამ სულ წავედი ჩავედი კამერას ჯიბეში და გამორთავ და გავაგზავნებ სიარულს. მოკლედ მოვედი დელივერამდე. ტრაქტორზე ვარ ახლა გაჩერებული და 3 საათში მივალ და დავიცლები რა. და დავამთავრებ კვირას. გამოიწერეთ ჩემი არხი და იმედია მალე დაგიბრუნდებით რა. დროებით და შეხვედრამდე.